რომის გარდაცვლილი პაპის ფრანცისკეს წინამორბედს რაიციგერს სხვათა შორის რომელიც რამდენჯერმე გამოჩნდა ზოგჯერ დიახ ამიტომ ბატონზეა საუბარი მის სახელი ბენედიქტე იყო მას ძალიან უყვარდა მუსიკა და მოცარტი თუმცა ფრანცისკეს რომელიც პირველი პაპი იყო არა ევროპიდან თორემ ბოლო 1200 წლის მანძილზე მისი ნამდვილი გადაცება იყო ფეხბურთი დიახ ფეხბურთი ჯერ კიდევ ბავშვობაში ძალიან აქტიურად თამაშობდა ფეხბურთს ნაჭრის გუნდისგან შეკრული ბურთით ჩემი თაობისას კიდევ შეიძლება გახსოვდეთ ეს რა ამბავი იყო მაგრამ ჩვენ უკვე მე ტყავის ბურთზე ვიყავით მაგრამ მე მახსოვს ეს პერიოდიც ხოლო როცა ფრანცისკე გახდა პაპი ის ძალიან ხშირად მასპინძლობდა ფეხბურთის მსოფლიო გრანდებს და ვარსკვლავებს დაწყებული თანამემამულე ლიო მესისგან დასრულებული დიეგო მარადონათი რა ვიცი ზლატან იბრაგიმოვიჩი თუ ჯანლუიჯი ბუფონი სვაჩორის პაპ ფრანცისკეს ეკუთვნის ფრაზა ლეო მესისთან დაკავშირებით რომ ის გამორჩეულად კარგი ფეხბურთელია მაგრამ ღმერთი არ არისო ხო პაპად არჩევიდან ერთ წელიწადში ფრანცისკე შეხვდა მარადონას დიეგო მარადონას რომელმაც საფეხბურთო მაისური უსახსოვრა 10 ნომრით, წარწერა ფრანცისკო იყო, ნახავდით. თუ არ ვწდები, ორი ლეგენდარული არგენტინელი შეხვედრა ვატიკანში სწორედ ორჯერ მოხდა, აქედან კიდევ ერთ წელიწადში. სხვა შორის ფრანცისკე ძალიან ნაკლებად ცნობილ და პოპულარულ არგენტინულ საფეხბურთო გუნდს სან ლორენსოს კომაგი იყო სიცოცხლის ბოლომდე, ხო და